სამშვიდობისა. თქვენ ყურებთ არგუმენტებს და მე ვარ ჟურნალისტი TS. რუსეთის არჩევნების შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მოსკოვისკენ ამიმართული, როგორ განვითარდება და როგორ დასრულდება მოვლენები, ეს ნამდვილად ადგილი გამოსაცნობი არა. მოსკოვში მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესის სფეროსაც წარმოადგენს. რადგან შესაძლოა ამ მოვლენებმა განაპირობოს ორ ქვეყანას შორის დიალოგის განახლების ან არ განახლების ბედი. ხელისუფლების პოზიცია ცნობილია, რომ ვიდრე პუტინის სათავეშია მოლაპარაკება შეუძლებელია, გაირკვა მოქალაქეების მოსაზრებაც აირაის კვლევების მიხედვით 73% რუსეთთან დიალოგის განახლების მომხრეა. საზოგადოებამ გუშინ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პოზიციაც გაიგო. ხელისუფლებას არ გააჩნია კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკური რესურსი. არ არსებობს არც გეგმაზომიერი სტრატეგია. ხედვა მაინც, რომლის განვითარების ხელშესაწყობად მზად იქნებოდა საერთაშორისო თანამეგობრობა, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების პრეზენტაციაზე. აკაკი მინაშვილი და ვიქტორ დოლიძე ისაუბრებენ იმაზე, თუ ვის რა პერსპექტივა გააჩნია, რომ დააკმაყოფილოს საზოგადოების სურვილი ურთიერთობის დალაგების შესახებ. საღამოშიდებს საბატონებო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზავნით და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. თემა მე მგონი ყველასთვის გასაგებია და საინტერესო და აქტუალური. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ამაზე ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ქართული ოცნების პრეზენტაციაზეც იყო საუბარი, მე როგორც ვთქვი, ბატონო, თქვენ განდებოდით იქ და უფრო დეტალურად ამაზე ცოტა მოგვიანებით ისაუბრებთ, მაგრამ მე ბატონ აკაკის მინდა პირველ რიგში მიმართო კითხვით. თქვენ იცით საზოგადოების განწყობა აირაის კვლევების მიხედვით, თქვენთვის გახდა ცნობილი, ხო? დიახ, პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით სტუმარს, მივესალმებით საზოგადოებას. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ხდება რუსეთში, მე ამ თემით მინდა დავიწყო, თქვენ ახსენეთ. საბოლოო ჯამში გამოიკვეთა, რომ საზოგადოება, რომელიც დღეს რუსეთის მოქალაქეებს წარმოადგენს, რუსეთში ცხოვრობენ, მათ მიიღეს ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ძალიან ხმამაღლა დააფიქსირონ თავისი პროტესტი არსებული რეჟიმის წინააღმდეგ, იქნება პუტინი, მედვედევი. ის კორუმპირებული სისტემა, რომელიც ქვეყანაში და რასთავარი აღარ არის შიში, რომელიც იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. და ძალიან ნიშანდობლივია ისიც, რომ ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ამ მოძრაობის და მათ შორის რამოდენიმე ლიდერის, რომელიც იქ მონაწილეობს, ყოველთვის მაგალითად იყენებს სხვას ევროპულ სახელმწიფოებსაც, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ძალიან ხშირად ისინი იყენებენ ქართულ მაგალითსაც, იმ რეფორმების მაგალითსაც, რომელიც საქართველოში გატარდა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეუქცევადი პროცესი, იმიტომ რომ ბოლო ისტორიულმა მოვლენებმა და არა მარტო ბოლო ისტორიულმა მოვლენებმა დაადასტურეს, რომ ეს დემოკრატიული ტალღა ტრანსფორმაცია შეუქცევადი პროცესი, ისე როგორც მოხდა არაბულ სახელმწიფოებში, მანამდე რიგ სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოშიც, მე მინდა ვახსენო გვარდების რევოლუცია, რომელსაც თლიანად მოსპო ის მენტალობა, ძველი მენტალობა, რომელიც გააჩნია მაგალითად და ქონდა ბატონ შევარნაძეს, ბატონ ვაჟალ ორთქიფანიძეს, ბატონ ვალერი კვარცხელიას, ამ ადამიანს ამაზე მე ვისაუბრებ, მაგრამ კიდევ საზოგადოებას ამაზე ვისაუბრებ. დავასრულებ ბატონო ძალიან მაქსაკითა დაკავშირებაში დავასრულებ და შევთანხმდით, რომ ვისაუბროთ რიგრიგობით. არა, პრობლემა დებატის ფორმატია, მაგრამ შეგვიძლია. არა, რო ჩემი აზრი ჩამოვაყალიბო. სააკაშვილის ბუნებრივია ბატონი ალასანიაც ყველა თავის დროზე, თუმცა ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ერთი რამე მინდა გითხრათ არა, ხელისუფლებაში ყოფნაზე საუბარი ამას საზოგადოება გადაწყვეტს. ხო, როგორ ხვდები? ვაჟა ლორთქიფანიძე, ბატონი ვაჟა ვალერი კვარცხელია, ის ადამიანი, რომელიც განასახიერებენ შევარნაძეს, იმიტომ რომ იყვნენ იქ სადაც იმყოფებოდნენ. მიხეილ სააკაშვილი არ იყო შევარნაძის დროინდ. დავასრულებ. ახალაია ვისგან ასახიერებს. ეს არის ახალი ხედვა, დიახ. ახალაია. მეგისი კარდავა, მიხეილ სააკაშვილი, აკომინაშვილი, გიორგი კანდელაკი, ეს არის ადამიანები, რომელიც ახალი რევოლუცია, ახალი ხედვა მოიტანეს. და ის ადამიანები მოიტანეს, მკვლელები ძალიან საინტერესოა ბატონი კალაძის განცხადება და მე მეასწრე რეაგირება. დავასრულებ, თავი დაანებო. ალასანიაზე როცა ლაპარაკობთ, ხოთ რომ პირში წყალი გამოიგოს. ძალიან მე გადავწყვეტ როგორ გადმოვიდე. მე გადავწყვეტ ძალიან ხო. პასუხისმგებლობა დაეკისრება თავიდან მონუმენტებს. ძალიან კარგად შემიძლია, მაგრამ ხალხს მოისმენთ, ნაცარს როა და ნუატყუე. შვიდათ მოისმინე და მე შვიდათ მოუსმენ თქვენ არგუმენტებს. და ხალხს ნაცარს ვიშეაღებს. ამას გადაწყვეტს ხალხი. ძალიან დავალების ხელისუფლება და როცა ლაპარაკებს ხვებს ამას ხალხი გადაწყვეტს ბატონო ვიქტორ ამას ხალხი გადაწყვეტს ერთის და მეორე საქართველოს მოსახლეობა მე ჩემ პოზიციას დავასრულებ თქვენგან განსხვავებით ჩვენ დიფერენციაციას რომელია ვაჟა ლორთქიფანიძე რომელიც მთელი კრიმინალი და კორუფცია და ქურდული საფარო იყო ბატონი ნუკე ქანთარია რომელიც იძახის რომ დღეს ჩვენ საქმეები უნდა გადაწყოს ქურდულმა საყვარელმა უნდა გადაწყვეტოს თუ საქართველოში ქურდები არ არიან მაშინ უკრაინაში წავიდეთ და გადაწყოს ქურდებმაო ეს არის თქვენი წისა მომავალის გეგმა ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი რომელიც საუბრობს თურმე შევანაძის დროს ყველაფერი კარგად იყო რუსულ პოლიტიკაში და საქართველოში არ ნერვიულობდა ბიძინა ივანიშვილი დავასრულებ ბატონო ბორის ბატალიონი არ დაგიფინანსა საჩხერის ბატალიონი არ დაგიფინანსა თქვენ დაასრულებთ
შვილების კორიენტეს ერთხელ და სამუდამოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე და დაგეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. როგორც თქვენს, ასევე მიხაილ სააკაშვილის ყველას აბსოლუტურად. უნარიც ნუ ატყუებთ საზოგადოებას. მე ვიტყვი და საზოგადოება გადაწყობს. კარგი, მოდით ყველაფერს ვაჟა ლორთი ფარიზეზე და სხვებზე რომ ლაპარაკოთ, გადახედეთ თქვენ პარლამენტს, საკრებულოებს, რაიონებს, გადახედეთ ერთი თქვენ. და მე ილაპარაკოთ. რა გინდათ ამით რო თქვა ვაჟა ლორთი ფარიზე იყო იმ ყველების და კურდების, ელიტარული კურდების ხელისუფლება ხარ თქვენ. მაგრამ აღარ გაგივართ ეგ მინდა შექმნათ ეგ. ვითხარით, რა ლოგიკურ კავშირშია ვაჟა ლორთი ფარიზის რომელიც გააგზავნეთ, მაგრამ ნუ მოაწყვებს საზოგადოებას. სამყაროს. ვინ კრიმინალურ კანთარი რომელიც აცხადებს კრიმინალურ საფრთხეს კრიმინალურ გააწყობს საქმეები. ვაჟა ლორთი ფარიზე რომელიც კორუფციის ასეთი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას დაგადამიანებს არიან და გითხრა. ბატონო ვიკო მოისმინეთ არგუმენტები შედათ უსმინეთ. ამაზე შეიძლება რომ ილაპარაკო. შედათ უსმინეთ და მე რომ ვისაუბროთ ამას რო ამბობთ. ბატონო ვაჟა ლორთი ფარიზეზე დაძგადო. რა კრიმინალურ საფრთხეზე ბელაევანიშვილი რომელიც საუბრობს თუ რუსეთი საქართველოს უფრო დემოკრატიულია და თურმე საქართველოს ესე იგი უნდა წავდეს რუსეთის მიმართულებით. შეიძლება დავასრულებ და მე ბატონო ვიკო რუსეთის მიმართულებით წასვლა. დავასრულებ და ეკონომისტი ბატონო ბიზნესად გამაგებინეთ. თქვენ ხართ კრიმინალების, ტაკტიკელების ხელისუფლება, რომელიც ვერაფერს ვერ ამიხსნით. თქვენ რა უნდა ამიხსნათ? რომელ რუსეთზე მელაპარაკეთ? პოლიტიკური კი არა, ეკონომიკური კაპიტულაცია 2008 წლის სექტემბერში გამოცხადებული. რომელ ეკონომიკური კაპიტულაცია დღეს ხელი მოუწევთ თავისუფალ ვაჭრობას ბატონო ვიკო. მე მაგაში რა არის ცუდი კაცო? მაგაში მაგრამ რომელ ეკონომიკური კაპიტულაცია? ერთადერთი სახელმწიფო რომელიც რეიტინგებში გაიზარდა შედეგი ამ კრიზისის შემდეგ ერთადერთი სახელმწიფო. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით. თქვენ ეხლა ხვით ტაქტიკაზე და არ არის ტაქტიკა კარგად ვიცით. ტაქტიკაზე ჩვენ 2005 და ცრუვით. სიტყვები შეჭო მე არ მჭირდება. არ მჭირდება თქვენ განაცხადოთ რომ ამიტომ არ გინდა. თქვენგან განსხვავებით მართალი ვარ და არგუმენტებს ხალხი უსმენს გამოდიხართ არ გინდა ივანიშვილი რუსეთი ეს არ მოგბეს და სპიონია თქვენ საუბრობთ ბატონო თავი თემა რუსეთი გაგდა რომელ რუსეთზე დემოკრატიულია საუბრობთ ევროკავშირი და ნატოს თემა გადავდოთ თქვენ იძახით ვინ ამბობს მაგას ამბობს რუსთავიორი იმედი გიორგი არველაძის ტელევიზია და თქვენ ვიცახთ არ მოგაწყვეტინებ და იმიტომ არ მოგცემ საშუალებას რომ ხალხი ნაცარი შეაყოლოს მე არგუმენტებს არ მოგცემ მე არგუმენტებს ვიტყვი და ვინ არის საშუალება მაგას ახალ იგივე იმედი რომ ქონდეს მე მაგას საშუალება ბედრიერი ვიქნები და გელაპარაკოთ ამის საზოგადოებას დიდი ხალხი დაჯილია გინდა ჩემ პოზიცია გაიყოთ პოლიტიკური ბანკროტი ნაციონალური მოძრაობა მაგას საზოგადოება ვის პარტია ხარ საზოგადოება გადა ვიღაცა როლაპარაკო პირში წყალი გამოიღო ილაპარაკო ახალსახეებზე რო საუბრობ ვინ იყო ახალსახე სუძველი სახეები წარსულთან გამოსახეებზე თქვენ საუბრობთ ახალსახეებზე სად არის ახალსახეები ვალერი კვარაცხელია გითხათ ვინ არის ახალსახე მეგის კარდავა ახალსახე ვალერი კვარაცხელია ახალაიები მე ბაჭო და დათო არიან ახალსახეა რომელიც შექმნეს ქმნიან ქართულ რას ქმნიან და ქართულ არიან ეგენი იმიტომ არის ქართული დაიჯებია ამხელა დაიჯებია ვინ დაიჯებია მაგას საზოგადოება გადაწყობს ვინ დაიუნებს პოლიტიკურად ეს თქვენ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაუსვათ ამ კრიმინალს რომელიც არის ნაციონალური მოძრაობა თუ არა მიაჩუქავთ იმაზე რომ ბატონი კახაკალაძე გამოდის ნაკრები არ არის თავისუფალი რომელიც არ არის ხელისუფლება არის ხელისუფლებაში მოვალ იქნება თავისუფალი სასამართლო დაიჯებით თუ ყველა კარგი ბატონო ვიქტორ ვინც ამ კრიმინალში გქონდა ერთი წუთი თუ შეიძლება პუტინი აიჩია არჩეულია დემოკრატიულად გამოხატავს რუსეთი ბატონო ივანიშმა თქვენმა ხელმძღვანელმა პუტინი დემოკრატიულად არჩეულია გამოხატავს დიახ გამოხატავს რუსეთის ხალხი ძალიან ჩვენ დავიმორჩილოთ მის ნებას არა ადასტურებთ ისა უნდა მოვიდეს ივანიშვილმა მოღალატე ივანიშვილის გავსი ადამიანები ადასტურებთ რო ივანიშვილმა ისინი მასაც ადასტურებთ რომ ეკონომისტი თქვა რომ რუსეთი საქართველოს უფრო დემოკრატიულია ესე იგი ჩვენ ეს ეკონომისტი ივანიშვილმა ის თქვა რომ რუსეთს ვისურვებდი რომ იყოს უფრო დემოკრატიული ვიდრე დღეს არის ძალიან ვთხოვთ ძალიან თუ შეიძლება ეხლა ძალიან მაინტერესებს ძალიან ბევრს ლაპარაკობთ განსხვავებით რუსეთს პრესა შეზღუდული ხალხს გითხრათ
თუ გავიგარჩევით გეტყვით ხა ბიზნესი შეზღუდულია საინვესტიციო გარემო განსხვავდება პუტინისგან ეხლა ვერ მითხარით ხო თუ მაცვლით რა და იმისა რომ საშუალო დონეზე კორუფცია მოისწრება კარგით მაგრამ ელიტარული კორუფცია წავამის საქართველოს თუ მაცვლით არა ეხლა უნდა ამაზე მე ნუ მაცვლით ნაციონალური მოძრაობა შეგიძლიათ კაბინეტებში არა მე არ გაცვლით ორივეს ერთი წუთით დაწყდარი დამშვიდით ძალიან გთხოვთ იმიტომ რომ საზოგადოება ერთი წუთით ბატონო ვიქტორ მოგიცემათ საშუალება მე კი გთხოვეთ რომ ვიკამათოთ მეთქი მაგრამ მე არ მithქვამს რომ ერთხმაში ვისაუბროთ იმიტომ რომ საზოგადოებას არ ესმის რა აზრს აყალიბებთ ამ შემთხვევაში ყველაფერს მივყვეთ თანმიმდევრულად თქვენ როდესაც დაიწყეთ საუბარი ერთი წუთით სისრუე და მოღალატეები ვინ არიან ვიცით ახლა ძალიან დიდი ბოდიში სისრუე დაარქვია ვინდა ივანიშვილი და მისი ყველა ვიცით ვინ არის რატო არის მოღალატე იმიტომ რომ აი მე უნდა ვაპარაკო ისეთთან მოღალატეობა მე მაყარ ამ პოზიციის რისი უფლება თქვენის ხელისუფლება არ ახართ რომ ტერიტორიები შეამციროთ თქვენის ხელისუფლება არ ახართ 4 მილიონი ადამიანიდან 2 მილიონი რო სიღარიბის გვარს მიღება თქვენის ხელისუფლება არ ახართ თქვენი მართლა როგორ შეკრებილი და მარტო ტელევიზიები რო ადო რომელიც შეუძლია ტერიტორიაზე ხათ რო საუბარი დატო იცავდა საკუთარ დაიმორჩიოთ როდესაც ვინ ვისაუბრებთ რომელ ტერიტორიებს იცავდა რომელ ტერიტორიებს იცავდა ადამიანებს პირველად თავად თემად რომელ ტერიტორიებს იცავდა კი არ ვიცავზე ხო ხარ ჩვენ მართლა წამოდერესებს ვიცავდა ფაქტობრივად საუბრობთ თქვენ მონდა ძალიან პოლიტიკური გემობა საქართველოს ხალხი თვითონ გადაწყვეტს და მათ საჯულება დაგაკეთებთ რა იცოდეთ თქვენ ვინ დარბაში ვინ ვაჟალო ვინ და მის ბატონებო შენ მიწგიზის რასაკეთებ გასაგებია თქვენ ვერ შეგინათ მიზის ბაგაზებია ბატონებო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ეხა ბატონო აკაკი რატომ დაიწყო საუბარი ბატონო ეხა კითხავ და ძალიან არა ერთი თქვენი ტაქტიკა გაქვთ ესეთი ტაქტიკა კი არა არგუმენტებს ვერ უსმენთ და ხალხს არ უნდა კიდე ერთხელ დაიგოს რაღაცა გავაგებინოთ უპასუხეთ თუ დამბოს უპასუხეთ ბატონო აკაკი ხო არაფერს ყვირიხარ და არგუმენტებს ვერ ისმენთ საზოგადოება ვერ დაათმო ამიტომ გეშინეთ და ვიქტორ გეკნებათ საშუალება რომ თქვათ რა არის ტყუილი, რა არის სიმართლე. ერთი წუთით დამშვიდით ძალიან გთხოვთ დაუბრუნდეთ დიალოგის რეჟიმს, ესე რომ ვთქვათ ამ გადაცემაში. რატომ დაიწყეთ საუბარი, როდესაც საუბრობდით რუსეთთან ურთიერთობაზე, რა ლოგიკით მოიყვანეთ ვაჟალოვსკი ფანი? ერთი წუთით ბატონო ვიქტორ, თუ შეიძლება მოგეცემა საშუალება ძალიან არა გასაგებია კითხეთ რუსეთთან როგორ ჯერ ლოგიკურ კავშირშია ვაჟალოვსკი ფანზე რუსეთთან ურთიერთობის დაალაგებას და საერთოდ რატომ მოიყვანეთ ეს საკითხი? მაინტერესებს. ნება მომეცო დავასრულო. და მე ბატონო ვიკამ უპასუხოს ძალიან. გისმენთ. ბოლომენის ურთიერთობის ერთი რაღაცა მაინტერესებს როგორ აპირებთ რუსეთთან ურთიერთობის დაალაგებას მაინტერესებს ძალიან თქვენ ხართ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაინტერესებს როგორ აპირებთ მე გადავწყვიტა რას ვისაუბრებ მაინტერესებს ბატონო ვიქტორ ერთი წუთი შეძლება კითხოს უნდა გასცეს პასუხი გისმენთ ბატონო აკაკი არ არის სასარგებლო არაკორექტულად საუბარი დამიჯერეთ არაკორექტულად დავსაუბრობ სიმართლეს დამიჯერეთ არ არის სასარგებლო მართქმევინეთ არგუმენტი ხას რამდენი დამას არჩევნებში გადაწყვეტ დეტალურად 2008-ში 2008-ში ბაიში და 2010-ში ინფორმაცია როგორ აპირებთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გადაწყვეტით რუსეთთან ურთიერთობა დავსვამთ ეს არის ჩვენი გადაცემის მთავარი თემა მე მაინტერესებს ვაჟალოვსკი ფანიძე და შემდეგ ვინც ჩამოთვალეთ ის ადამიანები რუსეთთან ურთიერთობის მოგონების კონტექსტში რატომ მოიყვანეს ისიც ძალიან მარტივი ლოგიკა როცა რუსეთში ხდება ძვრები და სამოქალაქო საზოგადოება ძალიან აქტიურად მოქმედებს იმისათვის რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს ხო მინდა შევახსენოთ საზოგადოების რეჟიმი, რომელსაც ბატონმა ივანიშვილმა, ხელმძღვანელმა ბატონ ვიკასი და მისი თანამოაზრეების ხელმძღვანელები მოიკითხეთ იქით. ხელმძღვანელია პარტნიორობა გერბა. ლიდერი ხო არის? ხო არა, ეხლა რო იმას არა, არაფერს მიწევს გაცხადებას რა. კი, ჩემი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი ხა, რატო ჩემი ლიდერი არის პარტნიორულ საწყისებზე. კი ბატონო, რატო ნერვიულობს პარტნიორული? რატო ამბობთ მაგას? ხალხს რატო ვაწვდით ინფორმაციას? ქართული ოცნების და ლიდერი ქართული ოცნების არის საზოგადოებრივი მოძრაობაა და პოლიტიკურია. იზიარებთ. ეხლა ნუ მეტავებით თქვენ არა, უფროსიო თქვი და მაშინ დამიჯერეთ უფროსი სიტყვა
უკვე არ მიხსენებია და რატომ შეკითხავ? ხელმძღვანელი, კი ბატონო. ხელმძღვანელი, კარგით. ძალიან მარტივი რაღაცა არის. ნუ აყრით ხალხს თვალს. ძალიან აღარ ბოლდება საზოგადოება იცოდეთ ხალხო. არა, როგორ შეიძლება საზოგადოება თუ არ ბოლდება, რატომ ერეულობს ვერ გავიგე. საზოგადოება ძალიან კარგი საშუალებაა შეაფასოს. გამოცადა ბოლო 8 წლის განმავლობაში პასუხი მოვიწყოთ. არ გაინტერესებს რა ლოგიკურ კავშირში ეს ყველაფერი ეკმოდა. რატო საუბრობ? მე რა მაქვს საბერული? ბატონო, ჩვენ ვერ საუბრობთ კონკრეტულ საკითხებზე. გისმენთ ბატონო? მე რა მაქვს საბერული? გაწყნარდით თუ არ გინდა საზოგადოება არგუმენტები მოისმინოს და სანერვები ბატონო აკაკი. მე ხო არ ნუ პასუხობ ვიქტორ დოლიძეს მიპასუხეთ ამ შემთხვევაში. ოღონდ თულს ვარ კონკრეტულად ვილაპარაკოთ ვაჟელებებზე იქ იყო და საუბრობ თემებზე მაცადეთ. ვილაპარაკეთ თემებზე. კრიმინალი უნდა განასხვაოთ ბატონო ვიქტორ. კრიმინალები ხელისუფლებაში როა ისე უნდა. კრიმინალები და კრიმინალები რომელსაც პასუხი არ უგია და მე პირდებით რო აგებენ. ძალიან პირდებით თქვენ აგებენ პასუხს ხელი უბრალოდ წარმოი პასუხს გეუბნები. კარგი ბატონო ვიქტორ. წარსულში გინდა დაბრუნება, წარსულში კი არ დაბრუნება. ბატონო ვიქტორ, გაიგეთ ხო გაინტერესებს? მე მაინტერესებს. არა, ვერ მეუბნება. მე არ ვარ აი ხო არის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეა. ბატონო ვიქტორ, მივიდეთ. რისი რა ეხება შეუძლია როგორ აპირებს ამ გაკეთებას? მაინტერესებს საუბარი ვაჟალობის მაჯოსანებით და რა არა დიპლომატ და გიპასუხებ რომ ახლა ძალიან ცუდია. კომპეტენტურობაზე აღარ მაქვს ნაციონალური კონტროლის საუბარი. ერთი მითხარით როგორ ძალიან შეუძლებელია ესე ოსოთ როგორ ელაპარაკეთ საუბარი ბატონო სიგარიბეს როგორ დაძევშვიდით. თქვენი 10 პუნქტიანი გეგმა არის დიდი ბორი და ეს ბორი აღარ გადის ხალხო გეუბნებით რა. თორემ შვიდათ თუ გინდათ რომ მეცხმას აუწიო და ესე ვილაპარაკო და ჩავახშო ბატონი მიკასხმა. არა, ერთი წუთი ძალიან გთხოვ, ამიტომ გთხოვთ რომ დაარეგმა ვისესთანაც გაგცემ. ძალიან გთხოვ. თქვენი რაზეც და არა, როდის ვილაპარაკობთ და ჩემი გადასაწყვეტი თქვენი საუბარი ოსებთან დააფასოთ და ვიცი მე თქვენი საუბარი რუსეთთან. გავლენის სფეროში ჩავაგდეთ საქართველოს. ვიცი, რასაც საუბრობს თქვენი ლიდერი, მათ შორის ირაკლი ალასანი. რასაც საუბრობს. რა, რომ რუსეთთან ნატო მოუწია გავლენებს ვაბრუნებთ რუსეთს აღაშუნა ხელი არ მოწევს. რა იცი თქვენ? რუსეთი არ გავაძლოთ საუბრობ. რა შუაშია რუსეთს გაგზავნება და გეტყვით ყველაფერს. ნუ დებატავუწყოთ ახლა. ზუსტად ვილაპარაკეთ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. გეუბნებით. თქვენ მოუსმენთ ამ ქვეყანას სერიოზული რაფო ევროატლანტიკური მოსახლეობა თუ თქვენ არგუმენტში ევროატლანტიკური მისწრაფებისკენ თქვენ მოუსმენთ ქვეყანას იმის შანს რომ დევნილები დაბრუნებულობენ. ეს განუახლოვდეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ და ჩვენ მოვუხმოთ. რას მოვაწერეთ? ნატო როგორ მოვაწერეთ? შენი ჟიოტანსაკური ალიანსი. ეგ ძალიან მაინტერესებს ერთი. როგორ მოვაწერეთ? რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და დღესაც ვაფიქსირებ რომ რუსეთის იგივე როგორც თავისუფალი ვაჭრობა ასევე ვეტოში გაწევრიანებაზე 2000-ზე არის, მაგრამ ეს ელექტრონულ ვერსიასთან დაკავშირებით მეც მაქვს ეგეთი შეკითხვები. ანუ როგორ გახორციელდება თავიდან იყო გახსოვთ ალბათ რომ მონიტორები დადგებულდნენ, ამბობდნენ ეხლა არის ელექტრონული ვერსია. ეგ როგორ განხორციელდება კიდევ საკითხია. მიუხედავად იმისა რომ მნიშვნელოვანია რუსეთის თანამედროვე პოლიტიკის ორგანიზაციაში ყოფნა, მაგრამ ესენი ხო არა ტრანსპარენტულობია. კარგი. ხია დოკუმენტი ბატონოვიკა, დოკუმენტი ვებგვერდზედოს, არც სურვილი და უნარი ნახოთ ვებგვერდზედოს დოკუმენტი, ვებგვერდზე. ეს არის კორუმპირებული კრიმინალი ვებგვერდელი ხელისუფლება. დავადასტურებ. ეგ სასამართლო დასაგები გადაცემაში ერთი წუთი მე ვერ მე. როცა ლაპარაკობ ვიღაც პერსონაჟზე. ძალიან ლაპარაკობ. ძალიან ხა მოთმინებას გადახედეთ საკუთარ ჩემ არგუმენტს ნაციონალური მოძრაობას გადახედეთ და მე ვერ ლაპარაკობ. ბატონებო. ადამიანები რომელიც ეს ხარი რუსეთთან ურთიერთობა შეუძლებელია ეს გადაცემა. მე ვინ ამბობს? რა დაი პუტინი დემოკრატიული დაწესებულებებით რა. ბავშვი გადაგხსოვდა არ არის მე. ჩვენ ამბობთ რომ ვიღა ჯერა დემოკრატიულად. ჩვენ ვაბა აფიქსირებ აფიქსირებ ბარათუნა მაგალითად ნაკეზე იძახი ძეველი კონცეფტუა ვი ბიზნესმენი ძალიან ცურო ხელები შვა და მეწოდებათ რომ ცურო თქვენ თქვენი რესურსი ამოწმეთ და მათ ერთადერთი რაზეც ხარ სიცოცხლის მაგალითად იბეჭი გამოგვაჭედეთ გინდა რუსთავიურზე ვილაპარაკეთ საზოგადოებრივი ერთი წუთი საზოგადოებრივი მაუწყებლობა რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობა არგუმენტებს ჩემი და ჩემი ოჯახი ჯიბიდან რომ მიდიდა თქვენი და თქვენი ოჯახი ჯიბიდან ფული რომ მიდიდა გადაცემაში არის რეკლამის დრო არა შეუძლებელია ეს საუბარი
გადაცემაში არის რეკლამის დრო, 1 წუთით გადაცემა, 1 წუთით რეკლამის დავბრუნდები და იმედია მოგოცემა საშუალება შვიდ რეჟიმში ვისაუბროთ. რეკლამა ეთერში. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში აკაკი მინაშვილი, ვიქტორ დოლიძე ჩვენი გადაცემის სტუმრები. მე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ბატონებო, ვისაუბროთ, ვიკამათოთ, მაგრამ ისე რომ საზოგადოებამაც გაიგოს ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. შეუძლია ბატონო თავიდან ვიწყებთ ისე ყველაფერს, ძალიან გთხოვთ რა. სიმართლეს გასაუბროთ საზოგადოებამ. ძალიან გთხოვთ, ერთი წუთით, ბატონო აკაკი, მე კითხვა დაგისვით. რატომ დაუკავშირეთ რუსეთთან ურთიერთობას ეს კონკრეტული ადამიანები? რატო ჩამოთვალეთ? არ აქვს ამ ადამიანებს საზოგადოებაში გამოჩენის უფლება. მიხეილ სააკაშვილი არ იყო შევარდნაძის დროს ხელისუფლებაში. მე ვერ ხვდები რა კავშირში ეს ყველაფერი ერთმანეთთან. როდესაც დავასრულებ თუ შეიძლება ბატონო ვიქტორსაც თუ რომ დავასრულებ მე შეიძლება თავის პოზიციას ჩამოყალიბოთ. როდესაც რუსეთში ხდება დემოკრატიული ზურები და როდესაც რუსეთში ლაპარაკობენ იმ წარმატებაზე, რომელიც საქართველოს გააჩნია, მოხდა გარკვეული ადამიანების გაერთიანება, ადამიანების, რომელიც ძალიან მჭიროდ არიან დაკავშირებული წარსულთან და ძალიან ბნელ წარსულთან. და მე სპეციალურად ვახსენე ის სახელები, როგორც ხო ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე, ბატონი კვარაცხელია, ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდის განმავლობაში გააქტიურებულია ყოფილი პრეზიდენტი შევარდნაძე, იმ ეპოქის ხელმძღვანელები და ლიდერები, რომლებიც საქართველოს მიიყვანეს უკუნეთ თიმსკენ, უკვალურადაც და არაპირდაპირად, ხო? და რომლებიც საქართველოს მიიყვანეს დანგრევისკენ და მაშინ ისეთ ქვეყანა ჩამოაყალიბეს, ქვეყანაც არ იყო თავისთავად, რომელსაც არც ნატოს პერსპექტივა არ ჰქონდა და არც ერგოებრივ კავშირი. იმ პერიოდში საქართველოს არ ჰქონდა არავითარი ამბიცია და დავასრულე, არავითარი ამბიცია და შესაძლებლობა. მაგალითად, ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ან ასე ვთქვათ, გამარტივებულ სავიზო რეჟიმს. და რაც შეეხება ნატოს ბატონი გერელორი მდივანი, სხვა ელჩები საუბრობენ, რომ საქართველოს დღეს ის ყველაზე უფრო ახლო ნატოსთან ვიდრე ოდესმე იყო. რატომღაც პოლიტიკური ჯგუფები რამე კონკრეტული ნაბიჯი გადაიდრა იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდით რამე სხვა პარტნიორობის გეგმაზე გადავიდეთ. ამას ნატო იძახის და პოლიტიკური ჯგუფები საუბრობენ, რომ არა. ნატოს პერსპექტივა არის ძალიან გრძელვადიანი. ჩვენ მაგალითად ბიძინა ივანიშვილი, ბატონო ვიქტორ ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა, რომ 3 წელიწადში ჩვენ თუ მოვად ხელისუფლებაში, მსოფლიოს გავაკვირვებთ ქართული დემოკრატია. იყო თუ არა ეს ასე? იყო. კი. ამავე დროს თქვენ საუბრობთ და ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა, რომ მიუხედავად ამისა, ნატოსში გაწევრიანება არის გრძელვადიანი პერსპექტივა. კი ბატონო, კი მაგრამ თუ 3 წელიწადში სადასტურებს იმას, რომ ეს ნატოში გაწევრიანება არ მოხდება, დემოკრატიით დავასრულებ, დიახ. ისმენთ უნდა ჩაგეკითხოთ. თუ 3 წელიწადში ვასრულებთ დემოკრატიას და ვაკვირვებთ სოფლიოს, მაშინ ნატოში რატო გვაქვს გრძელვადიანი პერსპექტივა? რატომ საუბრობთ იმაზე, რომ დღეს რუსეთთან ურთიერთობაში ფრთხილები უნდა ვიყოთ და ჩვენთვის პრიორიტეტი დღეს რუსეთია, იმიტომ რომ ჩვენი მეზობელია. და ვითომ ჩვენ არ აქვს თანამედროვე პოლიტიკა. ეხლა გადავდივარ ბატონი ვიკას. ეხლა ბატონი ვიკას კითხვაზე გადავალ და მე თქვენ კითხვა. როგორ აპირებს საქართველოს კონფლიქტების მოგვარებას? მე მგონი ბატონი ვიკა თქვენ მაშინ ხელისუფლებაში იყო უბრალოდ დიპლომატიურ სამსახურში იყავით, თუ ზუსტად მახსოვს 2004 წელს. როდესაც პირველი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა იმის რომ დაიწყო საუბარი რუსეთთან. იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ქონდა იმედი რომ რუსეთის ექნებოდა კონსტრუქციული პოზიცია და ერთად შეთანხმებით მოვახდენთ პრობლემის გადაწყვეტას, ხო? პირველი ვიზიტი მიხეილ სააკაშვილმა განახორციელა პუტინთან, იმის შემდეგ რამოდენიმე ასე თქვა შეხვედრა იყო. დავასრულებ ბატონო ვიკა, ეხლა დაახლოებით 8 სამშობლო შეთავაზება ქონდა როგორც აფხაზები და სვის დაუსებისთვის, ასევე რუსეთისათვის. მაშინ როდესაც თბილისში დავასრულებ 8 სამშობლო შეთავაზება ქონდა. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც საუბრობდით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ძალები უნდა განლაგდნენ აქ. და მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელსაც განაცხადა 2010 წელს, რომ მას სურს დიალოგი რუსეთის პრეზიდენტთან. არა, მე საზოგადოებას უკვე მაგას მიმიყვები. მე ვიყავი უფროსზე, ბატონო ვიქიმოთან დაკავშირებით, მე თვითონ ვიყავი ვენაში, როგორც ნიუ-იორკში მაშინ ირაკლი არასანი ებზოლ. მე დავასრულე, ვიცი ბატონო ვიკა. მაგაზე არ გეტავებით. ამას მე რატომ საფუძვლა თუ არა, ოღონდ საქმის შემდეგ როდესაც დაგვიყვანს ბატონი მე ისაუბრე. ეხლა მივედით გამოკითხებამდე აი რა ის. მე მგონი გასაკვირი არ არის ხაბატონოთია რომ მოსახლეობა სულს მეზობელთან კარგი ურთიერთობა და მშვიდობიანი ურთიერთობა. ეს დავასრულებ. თუ დამასრულებინებთ. რომ მეზობელთან ურთიერთობა ყველას უნდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. მაგრამ იმავე გამოკითხებში ძალიან კარგად თუ დააკვირდებით. ნახავთ, რომ პრიორიტეტი არის ტერიტორიული მთლიანობა და დეოკუპაცია, პრიორიტეტი არის ნატოში გაწევრიანება.
ძალიან ანუ რა საზოგადოების დამოკიდებულება დავასრულებ ერთ თემას დიახ ჩემი ვიცი და გეტყვით ნატოს ალტერნატივა არ ყავს ოღონდ გრძელვადიან პერსპექტივაში 3 წელიწადში მე დემოკრატიას ავაშენებ მაგრამ ნატოს გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი ბოდიში ჯორჯია დაიმში იყო თუ არა თქვენ შეგიძლიათ თქვათ ეს თქვენს არგუმენტებში აბა რა შეიძლება დავასრულოთ თქვენ შეგიძლიათ თქვათ დამასრულებინეთ ეხლა თუ გინდათ არგუმენტების მოსვლა საზოგადოებას ვესაუბრებთ თქვენ დაარწმუნეთ საზოგადოება მე ნუ მარტო საზოგადოება დაარწმუნეთ ანუ რატო არ უნდა გვიკვირდეს ეს 73%? ამიტომ ბუნებრივია რომ მშვიდობიან თანაცმობა ყველას უნდა მაგრამ ის რომ პრიორიტეტია ტერიტორიული მთლიანობა ის რომ პრიორიტეტია დეოკუპაცია და ნატოში გაერთიანება ნიშნავს რომ მშვიდობიან თანაარსებობა გვინდა მაგრამ არ გვინდა ეს დამოუკიდებლობის ხარჯზე ჩვენ არ გვინდა ქართულ საზოგადოებას არ უნდა იყოს რუსული გავლენის ქვეშ ქართულ საზოგადოებას უნდა ნატოს დასავლეთის გასაგები კი ბატონო ქართული საზოგადოების ძალიან მკაფიო პოზიციაა რომ არავით არის მოზომილი ასე ვთქვათ რეალურ პოლიტიკას დაფუძნებული ურთიერთობა რუსეთთან მას უნდა დამოუკიდებელი განვითარება როდესაც რატო ვიძახი ხარ რატო ვაყენებ ამ საკითხს მთავარი პრიორიტეტი როგორც გამოჩნდა ახლა ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის არის მთავარი თემა ხდება რუსეთთან ურთიერთობა პუტინი როგორც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ამავე დროს სხვა საკითხებზე არა სხვა რამეს ვიდრე აგიხსენე ამავე დროს ეს ერთი რატოა ის ინტერესებზე ეროვნულ ინტერესებზე მე აუცილებლად ბატონი ბიძინა იძახის რომ აი გეტყვით ფრაზას რომ პუტინი არის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფალი და ჩვენ უნდა მივყვეთ მის ნებას ეს არის სრული გავლენის სფეროში მოხვედრა რუსეთის აი ნახეთ რომელ ქვეყანასთან აქვს რუსეთს კეთილმეზობლური ურთიერთობა სოფლიოში რომელ ციტატას იყენებთ როდესაც პროექტთან საუბრობთ ბიზნესი ივანიშვილი საუბრობდა რომ ისურვებდა უფრო დემოკრატიულ რუსეთს და პუტინი არის იმ ხალხის არჩევანი ცხოვრობს გამომიგზავნა და იმედი მაქვს გამოვაქვეყნოთ არა გამოვაქვეყნოთ ხვალ დავასრულებ რაც მომბეს და ამ საზოგადოება გადაწყვეტს ძალიან დიდი ბოდიში მაგარი ის ხერხები რომ მართალი გითხრათ და მეთოდები მოძველებაზე როგორ ლაპარაკობთ ბატონო მოძველებაზე როგორ ლაპარაკობთ თელი სიძველე იყავდა ფილარმონიაში ეხლა და დაასრულეთ თქვენი საზოგადოება. ვინ ყავდა ადამიანები სიძველე ყავდათ ეხა იქ. თქვენ თავს გადახედეთ ერთი რა. რატო ვინ ყავდა ძველი სახელები პატარა. ეს აღმასრულებელი რეჟიმს გადახედეთ იმას თქვენ დავასწრებთ. არა ვინ ლაპარაკობს? არც კი მეპასუხებია საერთოდ რატო გავტანებოდ მინდა. რატო დაწყობთ დიფერენციაციას თქვენ ქართულ მოსახლეობას რატო უპასუხებთ? რატო ვაკეთებთ? თქვენ კითხოს პასუხი. რა დიფერენციაცია? დიფერენციაციას ატარებენ ამას ზუსტად ეგ არის, იმიტომ რომ აი კარგი ხალხი აქ არის, ცუდი ხალხი. მე ძველი უამრავი ახალგაზრდობა და მართალი გითხრათ აი ძალიან ის ვიყავი რა ქვია გახარებული გამომდინარე იქიდან რომ უამრავი ახალგაზრდობა იყო იქ გარდა იმ ხალხისა ვინც იყო ჩემთვის მართლა არ არის მიუხედავად იმისა მე შეიძლება მე სიმპათიურებოდეს არ მე სიმპათიურებოდეს თქვა ადამიანი ან კონკრეტულ ადამიანებზე იყო ბატონო ვიქტორ საუბარი რომლებიც შევარდნაძის ადამიანებზე როცა ლაპარაკობ კიდევ ერთხელ ამბობ ეხლა გვარები ჩამოთლა აღარ მინდა გადახედონ ნაციონალურმა მოძრაობამ თავიანთ კრიმინალურ კბლერ აღმასრულებელ ხელისუფლებას მე დავასახელებენ ახალსახეებს გულისხმობთ ამ შემთხვევაში ახალსახეებს ესენი არიან ახალი სახეები ძველი სახეები და ყველა ეხლა რა შეიძლება თვითონ ეხლა რა შეიძლება თვითონ საკითხს ის რომ რუსეთთან დასალაგებელია ურთიერთობა მეგონი არავინ არ უკავათობთ ის რომ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა რაც შეიძლება არაფრის ხარჯზე რის ხარჯზე იმ ხარჯზე სააკაშვილმა უკვე დაალაგა იმ ურთიერთობას რომელიც უკვე გააკეთა ჩვენ ვაპირებთ ისე რომ ჩვენ დაგველაპარაკებია თქვენ არც გელაპარაკებია რა იცით რომ დაგელაპარაკებია ჩვენ შეგვიძლია ლაპარაკი აფხაზებთან სააკაშვილი გადაბისულები ერთი წუთით ჩვენ შეგვიძლია ლაპარაკი აფხაზეთში რა ჩვენ შეგვიძლია საუბარი ოსებთანაც ჩვენ შეგვიძლია საუბარი რუსეთთან ყველასთან უნდა ვილაპარაკოთ აბა როგორ აპირებთ აბა რას აპირებთ ჩვენ არ ესაუბრებით რას აპირებთ რას აპირებთ ხო ჩვენ ადამიანებთან საუბრობთ რას აპირებთ საქართველოს ხარო თავი და ხوار გაუშვით ცეცხლს იმის რა გრადებით აი ეს მასაპირებთ ერთი მაინტერესებს ეს არის არასწორი რაც არის რომელიც ჩავდაუცი თემ სოფლებს გარდა რომ რუსეთმა დაიწყო რუსეთმა დაიწყო მეცმადა საუბრობ საქართველოს მე საპასუხოდ რა უნდა გითხრათ საპასუხოდ რა უნდა გითხრათ თქვენი უგუნური უნარობა გამო თქვენ ვერ გამოიყენებთ იმიტომ არის საქართველოს პრეზიდენტი და იმიტომ ვერ გასტავართ სამბავი უნდა გამოიყენოთ ამიტომ ვერ მოხდათ ხელისუფლებას ვერ გააკეთეთ საქართველოს ვერ გააკეთეთ არა და თქვენ დობის ფაქტორი დაკარგულია რუსეთში აფხაზეთში და ევროპაშიც. ძალიან საერთოდ და რუსეთში დობა გაქვს, რომელიც არავის დობა არ აქვს სოფლიოში და ჩვენ როგორ გაიჩინეთ ეს დობა ორი აზრი არ არის. მაგრამ გარდა ამისა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ქვეყნის შიდა მოწყობაზე, ქვეყნის შიდა განვითარებაზე, სხვანაირად. ორი აზრი არ არსებობს ვერ გავაკეთებთ. ჩვენ თუ მომხიბვლელი ვერ გავხდით იგივე აფხაზისთვის, იგივე ოსეთისთვის, ჩვენ თუ რაღაცა რადიკალურად
განსხვავებული რაც დღეს იქ ხდება კონფლიქტურ რეგიონებში არ შევთავაზეთ და აი ეს მომხიბლელობა მართლა არ გადავიდა იმ რეგიონებზე არ არსებობს იმის რაღაც მე ყოველ შემთხვევაში მომხიბლელობა ანუ ქვეყნის განვითარება საინვესტიციო გარემო სოფლის მეურნეობა ჯანდაცვის და არ დღეს იგივე აფრაზის ეკონომიკური და ფისკალური ურთიერთობა და არა ის როდესაც ფედერალურ ბიუჯეტში სახელმწიფო ბიუჯეტში 1.2 მილიონი გაკ დამალული დამალულს რატო სხვა ხარჯებში აქვს გაყვანილი თვითონ არ იციან სათქარჩავენ 10 პუნქტიანი გეგმა ქაღალდზე ძალიან კარგია მეც მომწონს ეს და რაზეა ლაპარაკი თვითონ თხოვნობით სტილში რაც არის დაწერილი ორი აზრი არ არის მაგრამ იმის იქით რადგან კაცმა არ იცის რასაკეთებენ რომელი 10 პუნქტიდან რომელი 156 სამართყოფოზე არის საუბარი დღეს ძალიან კარგია ნეტა 256 სამართყოფო იყოს ჯერ ესეთი ჭირდება თუ არა ხსნის პრეზიდენტი ახლა თუ არა ქვეყანა ჯერ ესეთი 156 სამართყოფო მაგ კომპეტენტურ ხალხთან ერთად უნდა დაალაგდეს ეგ და უნდა იწოდოს მაგრამ ჩვენ რაოდენობაზე ვლაპარაკობთ და არა ხარისხზე. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ხელმისაწვდომობაზე, ჩვენ არ ვლაპარაკობთ საყოველთაობაზე და არ ვლაპარაკობთ ხარისხზე. ეს არის ყველაზე მთავარი. ჩემთან ყოველდღიურად უნდა გადავიდეთ მისაღებში. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის თავმჯდომარე უკვე აღარა ვარ, მათი პოლიტიკური განწყობების გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველ დღე 20-30 კაცს ან პარტიაში ვიღებ, ან იმაში რა ქვია, საკრებულოში. ფეხი რო გაიტეხოს კაცმა, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გას ზოგიერთი სამართლობა და მიხარია რო შევდიო, როგორ შეიძლება ადამიანს ეგ არ მოგოწევოს, ხო? მაგრამ იქ თუ არ შევიდა, იქ თუ ვერ მოიხმარა და მისი დაზღვევა ეს კონკრეტულად ესეთი დეტალები, ასეთი დეტალები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და იმიტომაც ვერ ვსაუბრობთ. დღეს 4 მილიონი ქართველი რა, ნუ საქართველოს მოსახლეობაზე მაქვს ლაპარაკი 4 მილიონიც არ ცხოვრობს. 3 მილიონი 600.000 იყო თუ არ მეშლება, როგორც გახსოვს ადგილობრივ არჩევნებზე ამ მომრჩეველთა სია. ერთიან სიაში გაწევრიანება. აქედან 2 მილიონამდე ყავს სიღარიბის ვარს მიღმა. რა გააკეთა სააკაშვილმა? რა საგარეო პრიორიტეტებზეა ლაპარაკი? რა საშინაო მოწყობაზეა ლაპარაკი? ნატო, ევროკავშირი. რომელ ნატო და ევროკავშირზე? მე მეუბნება დღეს აკაკი მინაშვილი, რომ მე ნატო არ მინდა, ევროკავშირი არ მინდა. ეს ხო აი სასაცილოა, ყველაფერს თავი დავადო, საფერალი რო არის. რას ქვია გვინდა? რას ქვია გვინდა? რაზე ვლაპარაკობთ? თქვენ მე არ ვიცი 2001 წელს ავიყავი ნატო მოაკაკი, მაგრამ მე შტაბ-ბინაში მუშაობდი უკვე საქართველოს მისიაში ნატოსთან. რომელმაც ერთ-ერთი ავტორი ვარ ინდივიდუალური სამართლიანი გეგმის, აი და ეგრეთ წოდებული. თქვენ სად იყავთ? ნატო გონიათ. ეხლა რომ მოდიხარ და ვლაპარაკებთ, რატო ლაპარაკობ? არა, თქვენ ლაპარაკობთ. არა, მაგრამ მე მეუბნები, შეგიძლია გითხრათ, შეგიძლია პარტიაში მესმის რომ თქვენ იქ მუშაობდით იმ თემებზე მუშაობდით, მაგრამ ძალიან დიდი ბოჭი გული რატომ ტკივა, იცი? მაგრამ დღეს ეს პოზიცია იცვლება. შევიცვალე პოზიცია. რაში გამოიხატა? ერთი გაცხადება მანახშია. ჩემი ალასანიასაკეთ გაცხადებას. რომელი ერთი გავასახელო? საუბრობს რომ რუსეთი არ უნდა გავაღაზიანოს და თავუნა შევიკავოთ პოლიტიკურ სამხედრო გაერთიანებებისაგან და ნუ ნატო პოლიტიკურ სამხედრო გაერთიანებაა ბატონო. ეს ნობელი ინტერვიუ. ეხლა რას მე ვაპარაკებით? ეგრეა მაგაზე ვაპარაკეთ. და ჩვენ მაგაზე გადაცით უკვე პასუხი. რომელ პოლიტიკურ თქვენ ეგეც არიცით ბატონო აკაკი და ძალიან უწუხარი ვართ თქვენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ძალიან დიდი როშ ნატო ტრანსფორმაცია ჯერ არ განიცადა ბოლომდე თია მე მინდა გითხრათ იმიტომ რომ შევიდა რომ მინდა ანუ რეალობა რაში მდგომარეობს. ნატო საერთოდ გაცხადება გააკეთა თუ არა არ გვინდა და გეუბნებით რა სამხედრო უნივერსიტეტური ორგანიზაცია ეხლაც მიმდინარეობს ორგანიზაციის ტრანსფორმაცია და თუ არის ბატონო აკაკი შეგვიძლია მე პატარა სემინარი დიდი მადლობა სამხედრო პოლიტიკური გაერთიანებიდან როგორც ნატო ასევე ეუთო ასევე სხვა ევროკავშირის იგივე წვრილი სამხედრო გაერთიანებები გადადიან პოლიტიკურ სამხედრო გაერთიანებებამდე. ანუ დაფუძნებულია ღირებულებებზე, ფასეულობაზე, დემოკრატიაზე, ისო არჩევნები უნდა ჩატარდეს. და ურთიერთთავდაცვაზე. ისო ადამიანები. და ურთიერთთავდაცვაზე ბატონო იკა შეიცვალა რა მე? არ დამიმთავრებია. და შეიცვალა სამართლო უნდა იყოს. არა, მომდეო და ასე შემდეგ. სამხედრო სწორედ ამას ამბობს. ეხლა მითხარით ამ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელი სრულდება დღეს? 30,000 კაცი უზით ციხეში რას უშვებია კაცმა არ იცის. კრიმინალების ქვეყანა გავხდით ჩვენ? ძალიან ეჭვმეპარება. ძალიან ეჭვმეპარება. ეს ნატოშიც კარგად იციან. არა, მე პასუხობ, რასაც მითხარი, გაშო გეუნი. ჩვენ ესე ბატონო გადამა. ჯერ დღეს გუში. ხომ მითხარი რომ ირაკლი ალასანემ თქვა? მე გეუნები ნატო თქვა. ეხლა შენ მიპასუხე, აი ხო, ნატოში თემა უნდა გადავდოთ, ნატოსგან თავ უნდა შევიკავოთ. გადავდოთ თუ თქვა ირაკლი? თავ უნდა შევიკავოთ თუ სამხედრო. აი რა უნდა გელაპარაკოთ ეხლა? დაადასტუროთ გავაკეთოთ. არ შეიძლება ისე იყვებინა. რა უნდა შევიკავოთ? დაანებეთ ის თავი იყოს. ჩვენ ვართ პრაგმატული პარტია, პრაგმატული პარტია, რეალობაზე აგებული, არა ილუზიებზე, რომელზეც ნაციონალური მოძრაობა. ევროპელებთან როსაუბრობთ, რომ საქართველოს ყურადღება არ მიაქცევს სტратегიული ქვეყანა არ არისო? ვინ ამბობს მაგას? ბატონო, აი ხაც ამბობთ ხო, აი ხა რა უნდა გელაპარაკოთ? გიპასუხებთ ამიტომ. მე მეუბნებით მაგას? კი, მე მეუბნებით მაგას?
თქვენ არ გეუბნებით პიროვნულად, კაც თქვენ არა, ვერ მივუნებით რომ ირაკლი ალასანიანი თქვა რომ ევროპული პარტია არა ვართ, თავი უნდა ავარიდოთ ევროპულ და გავიყვეთ რუსეთში სტრატეგიული ქვეყანა არა ვარ და რატო ალბობთ ამას? ჩეთენ ხავში რომელიც დაიდო ვებგვერდზე და დაანებეთ ამას თავი რავლებულზე დაიდო ხავში. კარგი, გადაცემაში რეკლამის დროა, კი? კარგი, გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდეთ. კარგი რა. გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი. კი ბატონო. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, მოდით მე საზოგადოებას ვეთქვი, რომ რეკლამის დროსაც მიმდინარეობდა საუბარი, დისკუსია, კამათი ამ თემაზე. იქიდან გამომდინარე, სტუმრებს ეგონა რომ ჯერ კიდევ პირდაპირ ეთერში იყვნენ. არ ვიცი რატო დავჭათ ეს დაბეჭდილება. Chatham House-ს საუბრობდით ჩვენ, მე როგორც ვიცი, ამ სტენოგრამა არ არსებობს ბატონაკაკი. მე მახსოვს ეს განცხადება, ნაციონალურ არხებზე აქტიურად ჩუქდებოდა და ჩვენთანაც იყო ამაზე საუბარი. ირაკლი ალასანიანი მე როგორც მახსოვს განმარტა, რომ მიუხედავად იმ დიდი პრობლემებისა, რომელიც არსებობს ქვეყანაში, რომ ასეთი ინტერესი არსებობს ქვეყნის მიმართ, ამით არის ასიამოვნად გაუცებული. მე რამდენადაც მახსოვს ესეთი განმარტება გააკეთა ირაკლი ალასანიამ. კი ბატონო, დაუბრუნდეთ ჩვენი გადაცემის მთავარ თემას, რუსეთთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ ჩვენ და კითხვაზე მთავარ კითხვაზე პასუხი უნდა გაიგოს საზოგადოება. როგორ აპირებს ხელისუფლებას აქვს თუ არა რესურსი, თუ იმ შემთხვევაში მოვლენები არ განვითარდა ისე როგორც მაგალითად საქართველოს ხელისუფლებას სურს, ან რუს ხალხს სურს, რომელიც ქუჩაშია დღეს გამოსურდა პროტესტებს და დარჩა, ყველაფერი ისე როგორც დაუშვათ მართველ ელიტას სურს რუსეთის. ამ შემთხვევაში გადაიდო დიდი ხნით ჩვენი რუსეთთან ურთიერთობის დალაგება? კარგით, ეხლა პირველ რიგში იმ მასალასთან დაკავშირებით, რაზეც იყო საუბარი და რაზეც კითხვები დაიბადა, ხო? რაღაც თქვენ დაადასტურეთ, რაღაც არა. ყველა ეს მასალა მათ შორის Chatham House-ის მათ შორის ის რომ პოლიტიკურ სამხედრო გაერთიანებებში არ არის პრიორიტეტი და რუსეთთან რუსეთი არ უნდა გავიღიზოთ. ყველა მასალას გადმოგიგზავნოთ, თქვენ თვითონაც ნახავთ. რაც შეეხება ნდობას რუსეთში, ბატონო ვიქტორ ბატონო ვიქტორ, ვისაუბრებ თუ შეიძლება. ბატონო ვიქტორ, მეცნება კი არა, სატირალია რუსეთთან ურთიერთობაზე არა, მაგას მე გადავწყვეტ როგორც ხელოვნების ჩავიდე. ამერიკაში ეს ნიშნავს რომ სატირალია რუსეთთან პრიორიტეტი ხდება. არის რუსეთი. ვიტყვი, აღარ სხვა თემაზე გადავდივარ. სხვა თემაზე გადავდივარ. უჩაიგდებ სასაცილო მდგომარეობაში. სატირალია დიდი ხანია უკვე სატირალი ცხარ და სასაცილო. სატირალია ხდება რუსეთის ფედერაციის. ამიტომ უჩაიგდებ თავს მეგირჩევთ. ამასაც ჩემთვის ეგ რასაც ბატონო ვიქტორ. მე და ილაპარაკო სულ რა. ბატონო, აკაკი, როდესაც საუბრობთ პრიორიტეტი ხდება რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, მე კიდევ ერთხელ უნდა მოგიყვანოთ აირა ის კვლევების გამოკითხვის შედეგი. მისი დამლაგებლები არიან, როგორ ამერიკაში ეთახმებით ამას. გიპასუხეთ, კი, ბუნებრივია რომ მოქალაქეებს უნდათ კეთილ მეზობლური ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ეს არ უნდათ დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. უარსაც ხადებს ვიქტორ დოლიძე საქართველოს არა, მათ თუ მას დათაჯერ გავიარეთ. ხალხო, თუ გინდათ რომ ერთ თემაზე მასაუბროთ და ჩემს სხვა არგუმენტები არ თქვა. თუ გინდათ რომ არ თქვა სხვა არგუმენტები, თქვენ მაშინ არა გეუბნებით რომ 70-80%-მდე იძახს რომ ნატოში გაწევრიანება გვინდა და ბატონი ირაკლი ალასანიას განცხადება რო არ გვინდა. სამხედრო პოლიტიკური გაერთიანებიდან თავი უნდა შევიკავოთ და არ უნდა გავაღიზიანოთ რუსეთს. კარგი, და იგივეზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში ჩვენ. მე გამეცით ჩემ კითხვაზე პასუხი. როგორ აპირებთ 2012-2013 ამის ხალხონთი ერთი კითხვა. მე სხვაზე გადახვედი. მივიღე კონკრეტული პასუხი, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ არ უნდა ამ შემთხვევაში ვიქტორ დოლიძეს. ანუ ძალიან თანამედროვე ხედვა ქონდა და მოქმედებებით, ხო, სამშვიდობო პოლიტიკა, მერე შეთავაზება რუსეთის ფედერაციას. ეხლა ესენგეს აღდგენაზე საუბარი და შესაძლებელი. კარგით, გისმენთ, დიახ, როგორ უნდა მივიდეთ ურთიერთობის დალაგებამდე, თუ კი პუტინი დარჩა ხელისუფლებაში? დანუ 2010 წელს ჩვენი შეთავაზება დიალოგზე რაც პასუხიც მივიღეთ გასაგებია, ხო? ჩვენი მთავარი და ამაში ბატონ ვიკას დავეთანხმები. ჩვენი მთავარი გზა არის განვითარება, წინსვლა და წარმატებული რეფორმები პოლიტიკურ და ეკონომიკურ. ჩვენ კონსოლიდაციის წერტილამდე არ მივსვლათ ბატონ ვიკა და მათადეთ თუ შეიძლება. ჩვენ კონსოლიდაციის წერტილამდე არ მივსვლათ, მაგრამ ჩვენ უპრეცედენტო წარმატება უნდა ვაღეროთ. შეცდომებთან ერთად. შეცდომებთ დავასრულებ. ეს არ არის ჩემი შეფასება. თქვენ გახსოვთ შეხვდით ნატოს გენერალურ მდივანს და იქაც ძალიან ცალსახად იყო ნათქვამი რომ საქართველოს ძალიან დიახ ვიცით რომ შეხვდებით მაგრამ არ დავასრულებ უმოკლეს ვადაში საქართველოს ძალიან დიდი გზა გაიარა ის რომ სოფლიო კრიზისის პირობებში საქართველოს
შეძლო სარეიტინგო კაპიტალის, სარეიტინგო შედეგების და ფულების გაზრდა, რაც მართლა უპრეცედენტოა. ტერიტორიის დაკარგვა, დავასრულე ბატონო, რა თუ გამასრულა ეკონომიკური კრახი, სიგარების ზღვარი შეიმცირდა გამართლებული და ციხეში ჩასმული ხალხი. დაასრულეთ? კი, პასუხობთ. არა, ბევრი მაქვს კიდე სალაპარაკო, მაინტერესებს. მე რა მეხარია, ბატონო, რა მეხარია, იცი? ხარვეზების მიუხედავად, რაც ჩვენ გვაქვს, რა მეხარია, იცი? მთავარი დავის თემა, იცი რა ხდება? იზრაელზე მიმდინარეობს ბატონოვიკა. იმ თემებს რაც კეთდება. იმას რაღაცას ვაშენებთ, ამაზე გვაკრიტიკებთ. ძალიან კარგია. დიახ, საავადმყოფოებს ვაშენებთ, გვაკრიტიკებთ. დაზღვევის პროგრამა გვაქვს, გვაკრიტიკებთ. სწორია, უნდა გვაკრიტიკოთ. მიხარია, მე ვამბობ რომ მიხარია რომ კარგი საავადმყოფოებაზე ხალხი ხო უნდა შევიდეს სისტემურად არის მოწყობილით ხო. დიახ, ამიტომაც დაზღვევა. ობიექტური ობიექტური კაცო. დაზღვევას პროგრამაზე ვფიქრობ. დაზღვევა 27%-იანი მარჯვე გაქვთ, იცით მოგეთ? კერძო კომპანიებთან. ეს არის კორუფციული პირამიდა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო კერძო კომპანიებთან ერთად აკეთებს. ძალიან ცოტა და მე კორუფციის ბრძოლაზე ბელაპარაკებით მე თქვენმა კონტროლის პალატამ და გიხოთ ჩემმა ხო არა თქვენმა კონტროლის პალატამ 2 წლის განმავლობაში 340 მილიონიდან 150 მილიონი მივიდა ბატონო ბილიცელა რომ კარგად მუშაობს საქართველოს ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ ეხლა ეს ადასტურებს ხაბერა ციფრიც გითხარით ეს ადასტურებს საქართველოს ხელისუფლება მუშაობს კორუფციის წინააღმდეგ პალატა როცა აღმოჩნდა არღვევებს პასუხი აგუამაზე ინსტიტუტები მუშაობს იცით რა კიდევ მაგისტრი მოიყვანეთ ეხლა დაახტევინეთ და გაუშვით კონგრესში ის ხალხი იცით თქვენ ეს არა ჩემ კითხვაზე დავასრულეთ და დასაქმების რაოდენობა ის დასაქმებული ადამიანების რაოდენობა ის პასუხი მე მგონი ეხლა თავისუფალ ვაჭრობას ხელი მოეწერა ვიზიტების უამრავი რაოდენობა არაადეკვატურია ბატონი ბიძინა აი იზოლირებული საქართველოს ეს სახედავთ საქართველოს ამ ხელისუფლებას როგორ მეიზოლირებთ ჯერ თუ ხელისუფლების არ არის ეს სახელმწიფოს წარმატება იზოლირებული იქნება თუ კი 2012 სახელმწიფოს არჩევნებაა სახელმწიფოს წარმატება როცა მისი პრეზიდენტს სხვა თანამდებობის ძალიან ცოტა მათ შორის ოპოზიციას ძალიან ხშირად ხვდებიან და ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრებიან და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასა და ერთ რაღაცას ვიტყვი აი თქვენ ახსენეთ რომ დობა არ აქვს რუსეთში საქართველოს ხელისუფლება რუსეთში კი არა ასეთ არა აქვს ძალიან კარგია ასეთ არა აქვს აი ეს ევროპაშია ამერიკაშია ვაჭრობის ხელმოწერა თქვენ ალბათ გიწევთ საუბარი ხო და ვიზიტები და ვფიქრობ უნდობლობის ნიშანია და ვიზების გამარტივება და გრაშუაშია აი ძალიან სასიხარულოა და კარგია და მნიშვნელოვანია ამაში ალბათ ძალიან კარგია რა წავიდეს ხელისუფლება უნდობლობის ხარდაჭერა უნდობლობის ნიშანია ვიზიტები უნდობლობის ქვეყანას უჭერენ ხო ქვეყანას უჭერენ ხო ბატონო აკაკი და არა სააკაშვილს დიდი ბოდიში მაგრამ არა სააკაშვილს ქვეყანას უჭერენ ყველა ქვეყანას ხარს უჭერს მაგრამ თუ ხელისუფლება რეფორმას არ აკეთებს თავისუფალ ვაჭრობას არ მოაწევს არა ერთი რეფორმა მითხარით რაც გააკეთეთ ერთი რეფორმა არა ერთი რეფორმაში რა გააკეთეთ ეკონომიკაში ძალიან შეიძლება ნაგავირო ბიაბით დღეს ის ხوار გააკეთეთ აბა რა გააკეთეთ მითხარით ერთი მითხარით ეკონომიკურ რეფორმაში რა გააკეთეთ დერეგულირება ვისი დერეგულირება თლიანად ბიზნესი რომელი კორუფციის როდესაც რომელი კორუფციის 127 ხუთი კაცი როა ძებულობს იმ კორუფციის წინამდებობაზე ელაპარაკი ბიზნესი დაანებეთ ხალხისთვის კულების მიწოდებას თავი დაანებეთ ციფრებით გელაპარაკები და თქვენ ციფრები არ იცით ან არ გინდათ რომ ელაპარაკო ძალიან ციფრებს მე ვასახებ ბანკში თქვენ რა ციფრი დამისახეთ და მე ერთი მითხარ 127 ადგილზე მე ეხლა რომელზე ვართ მითხარით მე 12-ზე მე რა ესთან დაკავშირებით კორუფციას ბიზნესი კეთები ხო მაგაზე ტრანსპარენსი ინტერნეშნალი თქვენ შორის 10 წუთში რომ გახსნით ფირმა ძალიან კარგია მაგრამ 10 წუთში იგივე ადგები და დაგიხურავ სააკაშვილი ან მერაბიშვილი არ მინდა და დაგიხურავ ბიზნეს დუინგი ძალიან კარგად ვიცი ეს ციფრები დახურვაზეც არის ხალხს გადავალში ნაცნი შეგა თავი დაანებე ნება ინებე და მიეცეთ ქვეყანას მომავალი განვითარების შანსი 12 წელს რას გულისხმობ რას აპირებთ იმ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლებაში კვლავ დარჩება პუტინი პირველ რიგში ქვეყნის განვითარება თავარი არის ჩვენ ქონდეს პრინციპული და თანამდებობრივი დამოკიდებულება პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები და საერთაშორისო საზოგადოება მუდმივი და აქტიური თანამშრომლობა გასაგები ანუ მათ შორის წყალებში მოლოდინება ურთიერთობა თუ ხალხთან არასწორი ინტერპრეტაცია არ იქნება არასწორი ინტერპრეტაციას აკეთებთ ძალიან გთხოვთ არასწორი ინტერპრეტაციას აკეთებთ სწორი მითხარით მაშინ აბსოლუტური უმრავლესობა 80% საქართველოს მოსახლეობის ამბობს და აცხადებს რომ მას არ უნდა იყოს რუსეთის გავლენის სფერო და საქართველოს არ იქნება რუსეთის გავლენის სფერო, რასაც არ უნდა იძახდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები. გასაგები, ერთი წინადადება ბატონ ვიქტორსაც უნდა დავასრულოთ შეჯამებისთვის. ხო, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ის რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის რომ აფხაზეთთან და ოსეთთან დავიწყოთ პირდაპირ დიალოგი და მომხიბვლელობა ქვეყნის უნდა გაიზარდოს აქ ორი აზრი არ არის და აქედან გამომდინარე დემოკრატიული, ეკონომიკური, სოციალური ჯანდაცვითი და ასე შემდეგ განვითარება უნდა მოხდეს აქაც ორი აზრი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ მე არ გეუბნებით ესო სასიხარულოა ჩემთვის და მე სიხარულით არ წამოსულა ვენაში ელჩობიდან წამოვედი იმიტომ რომ ვერ შევეგუე
იმ უბედურებას, იმ არადემოკრატიულ, იმ უკან გადადგმულ ნაბიჯებს, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება მიიყვანა საქართველოს. 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ შარდეფერი ვიყავი პოლიციის საკითხებში და 2009 წლის შემდგომ სამოვიდა. პოლიციის საკითხებში არ გახსოვთ თქვენ? არ მახსოვს ყოველდღიურ თანამდებობა თქვენი რა მნიშვნელობა აქვს მაგას? ძალიან ცუდია რა გახსოვთ? საგარეო ურთიერთობები რატომ უნდა მახსოვდეს ახლა თქვენი წარსული იცით თუ რა? ძალიან დიდი მადლობა ბატონებო მობრძანებისთვის მადლობა საინტერესო საუბრისთვის. რა საზოგადოება წყვეტდა ახლა და მომავალში გადაწყვეტს და ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის ზუსტად 9 საათზე მაესტრო სახალამბოს მაკაციცაძე გაგაცნოთ 10 საათზე პირდაპირ საუბარი გელით და ეკაბერძეს სტუმარი იქნება ირაკლი ალასანია მე ხოლმე გემშვიდობებით ნახვამდის.